რატომ ეწოდება უფალთან შეხვედრას საშინელი სამსჯავრო? რა, ღმერთი საშინელი, თავის იდეადი საშინელია, მაგრამ მან ხო მომცა მეუფლება, რომ მე მისი შვილი ვიყო. უფლება მომცა. თეოდორე, იყავი ჩემი შვილი, მე შენი მამა ვიქნებ. დამთავრდა, რაღაც სადღა არის საშინელება. რატომღა ქვია დაჟინებით 2000 წელი ეკლესია იმეორებს საშინელი სამსჯავრო, რატო? სწორედ იმიტომ, რომ თუ ჩემი რწმენა არ რეალიზდა სიმდაბლეში, ღვთის განგებულებისადმი მორჩილებაში, თუ მე ქრისტეს არ მივემსგავსე, ჩემთვის ქრისტესთან შეხვედრა საშინელი იქნება და ამის დასტური ერთ-ერთი იცით რა არის, რომ ეს ასე იქნება, თუ რაღაც არ შევცვალეთ, იმიტომ რომ ჩვენ სიკვდილის გვეშინია, ჩვენ ქრისტესთან შეხვედრის გვეშინია, ჩვენ თეორიულად ვიცით, ხო, გარდაცვალება, ესე იგი პოტენციური შეხვედრა ქრისტესთან. მაგრამ შიში მძალავს, რატომ მძალავს შიში? რატომ არ მახარებს მე ეს? რატო გავრბივარ ამას? გასაგებია თავი კი არ უნდა მოიკლა, მაგრამ როცა ცხოვრება ბუნებრივი გზით მიდის იქ და რაღაცა მოხდება ჩვენ ცხოვრებაში ისეთი, რომლის მიერაც, რომლის საშუალებითაც ჩვენ უნდა გარდავიცვალოთ. ეს შეიძლება იყოს სიბერე, შეიძლება იყოს ავადმყოფობა, შეიძლება იყოს რამე შემთხვევა და ასე შემდეგ. და რატო გვაქვს ეს ცხოველური შიში? იმიტომ რომ ეს ცხოველური შიში იკვებება ჩვენი ინტუიციური შიშიდანაც, რომ არა ვარ ჩვენ მზად შესახვედრად, ჩვენთვის ქრისტესთან შეხვედრა შესაძლებელია აღმოჩნდეს საშინელი. აი იმიტომ რომ ჩვენი რწმენა არ არის სრულყოფილი.